მოგესალმებით ყველას. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რატო მოგიწვიეთ ასე გვიან შეიძლება. იმიტომ რომ ახლა მქონდა 1 საათზე მეტი ხნის საუბარი იმ ახალგაზრდა თანამშრომელთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ახალგაზრდა გოგონასთან, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების მიერ პირდაპირ წნეხის შანტაჟის ქვეშ. ეს შანტაჟი უკავშირდებოდა პირად საკითხებს, უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მდგომარეობას და მთავარი ამოცანა ამ შანტაჟის იყო, რომ მოეპოვებიათ ინფორმაცია და მოეხდინათ მისი თანამშრომლად ქცევა, მისი თანამშრომლობა უკანონო მოეპოვებიათ ქალაქის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეების მიმართ, რომელიც გასცემენ სასამართლო სანქციებს დაპატიმრების თაობაზე და ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა სჭირდება ახლა სასამართლოებისგან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეები, რომელსაც ისინი წარადგენენ, არის სამარცხვინო და ძალიან სუსტი, მაინც სჭირდება დაპატიმრების სანქცია. მათ სჭირდებათ, რომ ყველა ვიცით მიდიან სასამართლოში, ისინი იქნან დაპატიმრებული. მინდა ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი ზეწოლის სასამართლო ხელისუფლებაზე. ამის პარალელურად მოხდა უზენაეს სასამართლოს წევრების და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების დაბარება იმ საქმეებზე, რომელიც არ უკავშირდება პირდაპირ მათ სასამართლო საქმიანობას, მაგრამ უკავშირდება წინა წლების ფაქტებს. ეს ყველაფერი მოყვა პირდაპირ მუქარას იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების მიერ მოსამართლეების მიმართ. ერთ სიტყვით ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე. მე ამას ვამბობ დიდი გულისწყივილით და ეხლა შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი სასამართლო ადრეც ხო ესე იყო. მე ვაღიარებ და ვამბობ, რომ არც საქართველოს წინამთავრობის წლებში საქართველო არ იყო იდეალური ინსტიტუტი და რა თქმა უნდა იყო ბევრი ხარვესი. მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, რა განსხვავება იყო იმ სასამართლოს შორის, რომლის რეფორმირება ჩვენ ვცადეთ შევარდნაძის დროს და იმ სასამართლოს შორის, რომელიც იყო თუნდაც ბოლო წლებში. კორუფცია აღარ იყო, დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემა სასამართლოს ჰქონდა, მაგრამ ინსტიტუციურად ჩვენ შევქმნით გარანტიები, რომ ეს ხალხი ყოფილიყო დამოუკიდებელი. იუსტიციის საბჭოს ირჩევდნენ თვითონ, მე გადავდექი იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობიდან, მათ ჰქონდათ მაღალი ხელფასები და აქვთ და მათ ჰქონდათ სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გარანტიები იმისა, რომ თუ მოინდომებდნენ ყოფილიყო მე დამოუკიდებელი. დღეს რაც ხდება, არის ის, რომ მათ არ თმევენ დამოუკიდებლობის ამ ყველა ფორმალურ ატრიბუტს. მათ უნდა ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შეტანილი, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ფორმალურადაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს რაზეა საუბარი. საუბარი იმაზე, რომც მოინდომონ მათ წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, ასევე იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა უთხრა პარლამენტის წევრებს. ჯერ ერთი მათ იციან, რომ ვენეციის კომისია, მე ხა ვიყავი სტრასბურგში და კიდევ ერთხელ დამინდას, რომ მოითხოვეს ამ კანონპროექტის განხილვის გადადება. მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. და მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ შეუძლიათ აღარ გქონდეთ. ამის გარდაც მინდა ვთქვა, რომ დღეს ასევე დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების და ეს არის ის ფაქტი, რომელიც რაოდენობით მრავალი წლის განმავლობაში ვებძონი მე პირადად და რა თქმა უნდა ყოველთვის წარმატებით არა, მაგრამ როდესაც ხალხი, რომელიც მოსულია იმ ლოზუნგით, რომ ეს აღარასოდეს აღარ განმეორებულიყო, ამას აკეთებს ბევრად უფრო დიდი აზარტით, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და პირდაპირ დაშტამპულ ბრძანებებს იძლევა, ეს რა თქმა უნდა არის სერიოზული შეშფოთების საგანი. მე მინდა ასევე ვისაუბრო სხვა ინსტიტუტებზე შეტევაზე. იმიტომ ის რაც ხდება, ეს არის საქართველოს ყველა ინსტიტუტზე შეტევა. ეს არის შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს არის შეტევა ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს არის სასამართლოს ინსტიტუტზე. მე მოვისმინე
პარლამენტის თავმჯდომარის, მე ვფიქრობ, საქმიანი და სწორი განცხადება გუშინ და ქუთაისის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება პროვოცირება და ასე. მე მინდა ყველას ესმოდეს. საქმე არის არა პრეზიდენტის პიროვნებაში. მე ზუსტად ესევე ვარ არჩეული, როგორც არის არჩეული მარტვილის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქობულეთის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქუთაისის საკრებულო, როგორც არის არჩეული რუსთავის საკრებულო. და იმის გამო რომ მე ტელეკამერებით ვიყავი და შერცხვათ ახლა და კუდი აეწვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტვილის საკრებულოში ვიღაც ლოთმა, გალეშილმა, გაუპარსავმა ტიპაჟებმა უნდა თქვას, რომ შეთანხმებას მივახციეთ, თუნდაც რომ შევიდნენ, მაშინ ყველანი გადადგენ. ამიტომ ზუსტად ესევე უნდა იყოს დაცული მარტვილის საკრებულო, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება, ან მისი ესკორტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ ჩემი პიროვნება აქ არის მესამე ხარისხოვანი. მე მოუწოდებ ნებისმიერ ამ ადამიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს. თუ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ფარისევლობა, მაშინ წადით და ზუსტად ასევე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით ზუგდიდის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით მარნეულის საკრებულო, სადაც დღეს იყო შევარდნის ცდელობა და გუშინ წინ მიდიან ეს ჯგუფები და პირდაპირ შედიან და იძახიან, ერთადერთი რასაც ვერ იყოფენ, რომელი მათგანი იქნება გამგებელი, რომელი მათგანი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. სულ მეასე ხარისხოვანია მათთვის ხალხის ინტერესები. მინდა ასევე ვთქვა, რომ ხალხმა მიცა ხმა არა ქაოსს და ძალადობას. ხალხმა მიცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. და როდესაც დღეს ასეთი შეტევა თავისუფალ პრესაზე და ეხლა დღეს არის ესეთი განცხადებები, რომ არ უკავშირდება გვარამიას და დაკავება თურმე მის ჟურნალისტურ საქმეებს. დიდი მადლობა და თურმე კიდე უნდა დაგვაყვედე რომ აქეთ რომ პირდაპირ ჟურნალისტურ რეპორტაჟისთვის არ დააკავეს რომელიმე ჟურნალისტი და გვარამია. მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას მაგალითად პუტინის რუსეთში, როცა სადმე ტელევიზიის დირექტორი დაეჭირათ. პუტინის რუსეთში, რომელიც ითვლება სრულიად არათავისუფალ ქვეყანად. მე აღარ ვლაპარაკობ ჩვენ მთავრობაზე. რამდენიც არ უნდა ვიყენო პრეტენზია პრესის თავისუფლებაზე. ყველაზე მეტი თავისუფალი ტელევიზია პროსაბჭოთა ქვეყნებში გაიხსნა ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველაზე მეტი ლიცენზია გაიცა ჩემი პრეზიდენტობის დროს. აგერც ხედავთ, რომელ დროს გაიხსნა მაინტერესებს მეცხრე არხი ხელახლა. რომელ დროს გაიხსნა მაესტრო, როდის გაიხსნა უამრავი რეგიონალური ტელევიზია, როდის გაიხსნა უამრავი გაზეთი, რომელიც დღე და ღამე გვანძღავდნენ. რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური სიტუაცია. მაგრამ ტელევიზიის დირექტორის დაჭერა არის წარმოუდგენელი ფაქტი. და ამასთან დაკავშირებით დღეს თურმე გაირკვა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა მთავრობის პოზიცია, რომ პედაგოგების ხელფასს ვერ გასცემენ, იმიტომ რომ რუსთავიორს დავალიანება ჩამოაჭრეს. დეკემბრის თვეში. თავს ნუიგდებს მთავრობა. ჩვენ მათ დაუტოვეთ 2 მილიარდი თავისუფალი ფული. თურმე 24 მილიონი რომელიც რუსთავიორს არ ვიცი ესეთ ახლა დასახდა, ამის გამო პედაგოგებს ვერ გასცემენ ხელფასს. ჯერ ეს ფული ეყოფათ სულ ფეხი-ფეხზე გადაიდონ მინიმუმ 1 წელი იმისათვის რომ როგორც ჩვენ ბოლო 9 წელიწადი ყველა ხელფასს და პენსიას გასცემდნენ დროზე. და თუ გაცემა უნდათ, მაშინ 80 მილიონი კი არ უნდა წაიღო პრემიერ-მინისტრს ჯიბეში უკან. მაშინ დაეტოვებია ეს პედაგოგების ხელფასებისთვის და ეხლა რუსთავი 2-ით არ აეხსნათ პედაგოგების ხელფასების არ გაცემის საკითხი. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მე მინდა თქვა, რომ ჩვენ გვართ განწყობილი იმისათვის, რომ საქართველოში იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. მე ნამდვილად შორსა ვარ იმ აზრიდან, რომ ის სუბიექტები, რომელიც გუშინ ჩვენ მოგდებდნენ და ქვებს გვესროდნენ, მაგრამ ყოველ დღე დადიან საკრებულოებში და ატერორებენ მათ, წარმოადგენენ ქართველი ხალხის რაიმე მნიშვნელოვან აღირებულ ნაწილს საერთოდ. მე ეს ხალხი მინახავს სხვადასხვა სიტუაციებში, მინახავს როცა აჭარაში გვესროდნენ ქვებს, როცა ასლანაბაში იქ არ გვიშოვდნენ, მინახავს მაშინ როცა მარნეულში გვესროდნენ ქვებს, ნაციონალურ მოძრაობის დროს, ჯერ კიდევ ოპოზიციის დროს, მინახავს ახლაც და ალბათ მომავალშიც იქნებიან. თავარია რომ პოლიტიკური პროცესი ამით არ მოისმოს და განადგურდეს. აი ამის თქმა მინდოდა, მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ აღტაცებული არ მგოგონას გამბედაობით, ვინც ახლა ჩემთან მოვიდა. და მე მინდა უთხრა ყველა სხვა თანამშრომლებს, ვისაც ახლა შანტაჟს უწევენ. მიბაძეთ ამ გოგონას. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ალბათ მის სახელს და გვარს გაგაცნობთ ეს ჩემი ფუნქცია არ არის. როგორც გავერკვეთ, პოლიცია საერთოდ არ დაინტერესებულა მისი განცხადებით, რას დაინტერესებოდა, რომ ისე ეგრევე ამოიწუროს მათ თანამშრომლებს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არიან პატიოსანი სამოქალაქო მოხელეები,
და ყველა მათგანს მინდა მიმართო. ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას. რა თქმა უნდა არ უნდა გავხდეთ უსამართლობის პასივი მოწმე. გუშინდელი ქუთაისის ინციდენტი იყო პირდაპირ დავალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ ჩავერევით საკრებულოს შეჭრაში, პირდაპირ თანამდებობრივი გადაცდომა და დანაშაულია. რას ნიშნავს არ ჩავერევით, როცა გამგებლებს არ უშვებენ? რას ნიშნავს არ ჩავერევით, როცა ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს არ უშვებენ? რას ნიშნავს არ ჩავერევით, როცა ფეხქვეშ ითელება კონსტიტუციური ნორმები? მე მინდა მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლებს არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას შევანაძის დროს გაგდებული კორუმპირებული ჩინოვნიკების იგივე პროკურატურას დააბრუნეს ღვთამისთვის გაგდებული ჩინოვნიკები. პირველი მოადგილე გენერალ პროკურორის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კორუმპირებული ტიპაჟი შევარლაძის ხელისუფლების. ალიკო ტაპადაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მთავარი ნარკოტრაფიკიორი საქართველოს ხალხო. და შემთხვევით არ არის რომ ამდენი შპრიცი გაჩნდა ეხლა ქვეყანაში და სადარბაზოებში ისევ და სხვადასხვა კროკოდილი თუ რა სხვადასხვა სუბოტექსი და სხვადასხვა რაც ამდენი წელი არ იყო. როცა მთავარ ნარკოტრაფიკორს ნიშნავ შენ მოადგილეთ, რა თქმა უნდა, მას მოყვება ნარკოტიკები. როცა მთავარ კორუმპირებულს ნიშნავ პროკურორის მოადგილეს, რა თქმა უნდა, მაშინ არაკორუმპირებულ თანამდებობის პირას წინათანაბრებიდან დაუწყებენ დაბარებას. დროა რომ ამ უკანონობას დაესვა საფუძველი, თუ არა და სხვა გარემოებებში გადაუყვე საქართველოს და ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს რაიმე სახის ქაოსში გადავიდეს. ეს არის ყველაზე უარესი რამ რაც ჩვენ გვიდა ხალხს არ მიუცია ხმა ქაოსი, ხალხმა მიცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში. აი ამის თქმა მიცუდა თქვენთვის, კითხვები თუ გაქვთ, კი ბატონო, თხოვთ. ლიკა ხურციძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი. თქვენ საუბრობდით კანონ პროექტებზე და როგორც ვიცით, ახალი ხელისუფლება ცდილობს და აპირებს ასევე რომ შეიტანოს ცვლილება კანონში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ და ამ ცვლილებების შემდეგ უკვე ეს სამსახური დაექვემდებარება მთავრობას და არა პრეზიდენტს როგორც ასეა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას რა მიზანს ემსახურება? ლიკა, როგორც ვიცი, ეს ცვლილება უკვე დღეს თუ ხვალ შეიძლება პარლამენტმა მიიღოს, თუ ამას მიიღებენ, პრობლემა არ არის. იმავე წამს სასახლიდან მოიხსნემ ამ დაცვის ყველა სამსახურის თანამშრომელი, იმავე წამს ყველა ჩემ დაცვას გავუშვებ, ტყუილა გონია იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ლაპარაკი მხოლოდ შუშის იქინა ქართულ ხალხთან, რომ მე იგივე ტყუილად მათ მართლა დაარწმუნეს თავისთავად, რომ მე რამის მეშინია. სოფლიოს ყველაზე საშიში დევნერი ვლადიმერ პუტინი 4 წელია საჯაროდ იმუქრება ჩემი ფიზიკური განადგურებით და იმის არ შემშინებია. იუმორით უყურებ ამას. ამათი შემეშინდება მე? და ამათი შეშინებით აღარ შევწყვეთ გადაადგილებას, ჩასვლას, ჩამოსვლას თუ როგორ? არაფერი პრობლემა არ არის. არ ჭირდება არც ბრონირებული მანქანები, არც ბრონირებული შუშები, არც დაცვის თანამშრომელი, არც თვითმფრინავები, არც ვერტმფრენები, რომელზეც ისინი ამდენს ლაპარაკობენ, თურმე წარმოვიდგინეთ, ლას-პალმაში დაჯდა ირაკლი ალასანია 4 პრესკონფერენცია გამართა იმაზე, რომ თვითმფრინავი, რომელთაც მე მიფრინავდი პერუში, სადაც იყო აღიარების საფრთხე, 9 საათით დაჯდა საწვავის ასაღებად საშუალო პუნქტზე. არ ვიცი ალასანიას ნასწავლი აქვს თუ არა გეოგრაფია. თავდაცვის მინისტრი, რომელიც აკავებს გენშტაბის უფროს თავის ტუალეტთან და 3 პრესკონფერენციას უძღვნის იმას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავმა აიღოს საწვავი ლას-პალმაში, ის არ ამგონია, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თვითმფრინავი წაიღეთ თვითმფრინავი, მანქანითაც გადავადგებთ. შვენივრად ვიფრენ ოკონომ კლასით. ძალიან ბევრი საჭიროა საქართველოს გადასაწყვეტი ვიფრენ. შვენივრად გადავადგილებით, ჩაულები მანქანით. გამოვართმევ ჩემი ოჯახის წევრებს მანქანებს და იმედ გადავადგებ. მე დავჯდები საჭეზე. არავის არ მეშინია, მართლა გონიათ, რომ ამ გაუპარსავი ვანდერლოგების მართლა სხვა სიტყვა არ ქვია, მეშინია გადაადგილებისა და მათი შეძახილება, მათი ქვები გამაჩერებს. მაგის მეტი რა მინახავს? აქ საუბარი არის ძალიან მარტივი. როგორც კი მიიღებენ ამ კანონს, დაცვის სამსახური ამ სასახლეში ვეღარ შემოვა, ეხლა იმიტომ რომ ბოდიში და ალეკო ტაპადაძის და იმის რა ქვია ნაცვლიშვილის აგენტებს, რომელიც წესით საერთოდ თანამდებობაზე კი არა, წესით სხვა რაღაცას სხვა ადგილებში უნდა იმყოფებოდნენ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტში ვერავინ ვერ შემოუშვებს. ჩაოლებოდ გადავადგილებ როგორც ყველა საქართველოს მოქალაქე. მე მაქვს უფლება გადაადგილების, მაქვს სურვილი გადაადგილების. დღედაღამევილი და დღედაღამე მოახდე რეაგირება. სხვა შორის და მათ შორის ადგილობრივ მმართველობის წინააღმდეგ მოხდენ უკანონოებაზე. მე მინდა ყველა ადგილობრივ მმართველობას მოუწოდო. ნუაყვებით ამათ შანტაჟს. არ არიან ესენი ისეთი საშიშები და ძლიერები, როგორც მათ წარმოუდგენიათ. მე კარგად მახსოვს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიყვებოდა, რომ რომლის თავრობა ჩაატარა ბევრი პრობლემა, რომელიც მოუწოდა ქართულ ხალხს არ დაბრუნდეს წარსულში, მაგრამ არჩევნების წინ რომ მის თავრობა როცა წავიდა თითქმის 200 საქმე აღძეს მაგაც. და ბოლოს ყველა ჩაიფუშა. დაიჭირეს ისე, მაგრამ ბოლოს ყველა ჩაიფუშა. ზუსტად ასე მოხდება აქ. ჩვენ არაფერი ველოსიპედს არ ვიგონებთ.
არავის არ ეშინია მაგათი საქმეების, მაგათი დაბარებების, მაგათი თუნდაც ამ გოგომნამ დღეს დამანახა რა მაგარი ხალხი ყავს. ჩვეულებრივი სასიამოვნო ჭკვიანი გოგონა. მოსამართლე გამოცაც ქონია ჩაბარებული, მოსამართლის თანაშემწე. ხო რა, რა წარმოდგენა გქონდათ, რომ ესეთი უხეში შანტაჟით, რომ რაც არ უნდა საკითხებზე მომწოლოდნენ, რომ მე გავყიდით ჩემ პროფესიას და ჩემ თავს ვეღარასდროს ვეღარ ვაპატიებდი ამას. ვიზი აქვს გათვლა. და მართლაც ვიზი აქვს გათვლა. ხალხო სიხიდან უშვებენ ახლა დღეს იცით რომ ვლადიმერ პუტინი ვახსენე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ნაბიჯს. რა პოზიტიურ ნაბიჯს ლებარ? ყველა რუსეთის მოქალაქე გაუშვეს. ყველა რუსეთის ჯაშუს უშვებენ. ვახტანგ მაისაია იჯდა გენშტაბში ომის დროს 2008 წლის 7-ში, 8-ში, 9-ში და პირდაპირ აი ესე გადაცემდა რუსებს ჩვენი ტანკების გადაადგილების ინფორმაციას და პოლიტპატიმრად აცხადებენ. გევორქიანი და მისი ძმანი მისი ენვერიდან მათ მიცეს კოორდინატები, როცა ფოჩი დაბომბეს და 14 ჩვენი მუშა მოგვიკლეს პორტში. მათ მიცეს კოორდინატები, ეს არის დადასტურებული, გადამოწმებული 1000 გვარი პოლიტიკური მასალა. რომელი პოლიტიკოსია ვახტანგ მაისაია? რა პოლიტიკური განცხადება ახსოვს მისი ვიზმეს? ამ ხალხს უშვებ გარეთ და რა თქმა უნდა რუსეთი ყოფილიყო რა, რუსეთის ჯაშუშები არ არსებობენ საქართველოში? ნორვეგიაში არსებობენ, ამერიკაში არსებობენ, საქართველოში არ არსებობენ. საქართველოს რომელიცაც ისინი მიჩნევენ ნომერ პირველ მტრად და ამათ უშვებ და იჭერ ალეკო ხეთაგურს, რომელიც არის მართლა ინტელექტის განსახიერება იგივე კახადამენიას და გვარამიას და ეს არის სამართლიანობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მართლა გავს უკვე აბსურდის თეატრს და რუდე სარკეების ქვეყანაში უნდათ გადაგვიყვანო. სადაც სარკეების მიღმა გახსოვთ თქვენ, ალბათ ეს ცნობილი ზღაპარი. მრუდე სარკეების და სარკეების მიღმა ქვეყანაში მოგზაურობა დამთავრება ძალიან მალე და ჩვენ დაუბრუნდებით რეალობას და რეალობა არის ის, რომ საქმე აკეთო, ხალხის დაპირებები შეასრულო და ქაოსი და ძალადობა ქვეყანას აშორონ, იმიტომ რომ საქართველოს ამას ვერ გაუძლებს ნამდვილად. ხო, და ჩემი დაცვა და არ დაცვა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი დიდი სიამოვნებით დაუბრუნდები საჭეს დედაჩემს ყავს კარგი ძველი ესეთი მანქანა და იმას გამოვართვენ და იმითი ვივლი. არ ხუბრობ სრულიად. ძალიან არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ პატრული გამოჩერებს მაგაზეც არ მაქვს პრობლემას. ხო შორის საინტერესოა რომ ორმა ჩემმა მეგობრმა მომიყვა უკვე რომ პატრული გააჩერა. აი ეს დაემთხვა ბოლო კვირაში და როგორ აკეთებიც, აი ესე მოწმობების ერთმანეთზე ურტყავენ. ეს იყო აი ტიპიური შევარდნაძის დროინდელი და საბჭოთა გაისის აი ეს ერთმანეთს ურტყავენ. და რა არის წინ? აბა რამდენს მომცემ, ეს არის ეს ჟესტი. ეს აღარ იყო ამ წლებში. ამდენი გაჩერებები არასდროს არ ყოფილა. და ხანაზე აჩენებენ ხარაზე. მასობრივად შეყრა შესულ ხალხის და აბა ვენები მაჩვენდა ეს რამდენი ხანი არ ყოფილა. მე არ ვამბობ რომ იდეალურად იყო ყველაფერი. და მე არ ვამბობ რომ არავისთვის არაფერი არ ჩაუგდია და ეს ნამდვილად ამას არ ვამბობ, მაგრამ გუნავასთან ისტორია ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. როცა ჯერა მოდი ეს გუნავა არის დასაჭერდა, მოდი დავიჭეროთ, მოდი იარაღს დავიჭეროთ, მოდი ნარკოტიკებს დავიჭეროთ. ექსპერტიზამ თქვა რომ არ ქონდა სიხში ნარკოტიკები და პრემიერ-მინისტრმა თქვა თავრობის ხომაზე. დღესვე განთავისუფლეთ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი. და მიუბრუნდა საგარეო მინისტრს და უთხრა შენი მეუღლე იქნება ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი. ეს მოხდა ერთი კვირის წინ. 100 წევრი ესწრებოდა მთავრობის. ეს არის ესეთი რამე როდის მომხდარა საქართველოში. რაღაცა თუ კეთდებოდა მაინც ისე მინიმუმ ვინმე შერწყობდა მაინც თუ ეს კეთდებოდა. ღიათ ესე თქვა რომ მოდი ეს კაცი მოხსენით იმის გამო რომ დაწერა სიმართლე რომ მე სხვა შორის რამდენიმე ჩემი თანამშრომელი ადრე გაუშვი ამ ადმინისტრაციაში სამსახურიდან იმის გამო რომ ექსპერტიზაში წადეს ხელის ფათური. ძალიან ფაქიზი ინსტიტუტია და ამის გაკეთება არ შეიძლება. და აი ესეთი გაიშნიკების დაბრუნება საქართველოს დაანგრევს. და ჩვენ მივიღეთ რეფორმირებული პოლიცია და ამათ გადაწყვიტეს რომ მოდი ეს პოლიცია მათი წარმოდგენა ჩვენ ასე ვიყენებთ როგორც მათ წარმოდგენთ. მოდი ახლა ჩვენ დავუბრუნოთ ძველ კორუმპირებულ უფროსებს. ქუთაისში გუშინ ამას ხელმძღვანელობდა ერთი ძველი გაგდებული პოლიციელი ამალეკო ტაბადაძის გაგრძელება რაღაც ძალიან უცნაური მეტსახელით ძველი პოლიცია ღიპიანი ესეთი ისო და ის იყო რომ მეც ინსტრუქციებს აძლევდა იქ. იქეთ კაც რომ დაუნიშნავ იქ რა რეფორმირებული პოლიცია გაუწევს იმას. იმან არაფერი არ იცის გარდა თამისაღებისა, გარდა ჩაგდებისა, გარდა ჩაწყობისა, ეს ჩვეულებრივი რაღაცა, ეს არის მათი ცხოვრების წესი იყო კორუფცია. ეს ხალხი რომ ვინმეს კორუმპირებულებზე ილაპარაკებს ხო ეძიეს და ბოლოს აღმოჩნდა რომ თელი მათი ლაპარაკი რომ ამდენი დანაშაული იქნა ჩადე თელი მათი ლაპარაკი რომ ელიტურ კორუფცია ესეთ რაღაცაა თუ შენ ქვემდებარეს თქო უკანონობის ჩადენას მე იმას ვეღარ გააკონტროლებ და კორუფცია ან გაქვს ან არ აქვს
და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ, რომ თურმე ყველაფერი არის პიროვნული, თურმე უნდა გამოიძიოთ ერთი სუბიექტის მობილურების დაზიანება, ერთი სუბიექტის კამერების დაზიანება, ერთი სუბიექტის ბანკის გამყოტრების ცდელობა, რომელსაც თურმე ხელმძღვანელობა საქართველოს პრეზიდენტი, თურმე მე ხელმძღვანელობდი ბანკის გაკოტრების ცდელობას ხალხო. ბოდიშვიხდი და ერთი სიტყვა მეთქვა და ეს ბანკი აღარ იქნებოდა. რას ნიშნავს ცდელობა? თუნდაც ყველანი მუშაობდი, რომ ეს ბანკი გავაკოტრებებ, ვერ გავაკოტრეთ რა. კოორდინაციაში ჩაგვოვარდ. და ამაზე როცა ლაპარაკობთ, აღმოჩნდა რომ ყველაფერი უკავშირდება ერთ სუბიექტს, მის 80 მილიონს, მისი ბანკის გაკოტრების ცდელობას, მისი ტელეფონების მოსმენას, მისი კამერების დაზიანებას. ქართული ხალხი სად არის ამ ყველაფერში? და მისი იმის დაკმაყოფილებას ველაპარაკებოდი ნიკა გილაურს, რაზე მიიყვანეს თვითონაც ვერ გაიგო. უბრალოდ თელი სიამონებაა, რომ ყოფილი პრემიერის მიიყვანეს 5 საათი აყურყუტე და ზის ერთი მაყურებელი და იღებს წარმოუდგენელ სიამონებას. ნახე რა ძლიერი ვარ. რიგი დავაყენე პროკურატურაში ამათი. ძალიან სახიფათო გართობებია ეს. და ძალიან არ შეესაბამება თანამედროვე სახელმწიფოს და 21 საუკუნეს. ასეთი რაღაცეების კეთება. და როცა ლაპარაკობთ SNCS-ი აკეთებდა, რომ მირცხულავა პასუხი აგებებს, რომ საქართველოს ჩააბნელა. ალე იყო გილაურის მოადგილე და ერთად გაანათეს მათ საქართველოს. და როცა საქართველოს ჩამბნელებლები ახლა ისე მოვიდნენ, როცა თავარი კორუმპირებული ისე მოვიდნენ და საქართველოს გამნათებლებს და კორუფციას და თავარ მებრძოლებს კორუფციისთვის ასამართლებენ. მართლა ძალიან ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მაშინ აღარ უნდა გვიკვირდეს ამ გაუშინიკების გამოჩენა და არც პირქთამების გაჩენა. 24 მილიონზე რო იძახს ხადური. სარფის საბაჟოზე მასობრივად დაიწყო კორუფცია. და ეხლა შემოსავლები გაუჭირათ და პატარა კომპანია ამის თხილების მაგნატუნა გუშინ იყო ქუთაისში მოსულები. მაგნატუნას მიადგენ. იმიტომ რომ თან უნდა დაკნატუნონ საბაჟო შემოსავლები თვითონ. და რა თქმა უნდა პატარა ფირმებისთვის მე უკვე რა თქმა უნდა იმე ყველას უნდა დაერიო. ასე რომ მე ვფიქრობ ჩვენ ყველანი უნდა დროზე მოვიგოთ გონს და მივხედოთ ხალხის საქმეს და მე ამაში ხოლმე გამიხარდება ხელშეუწყო ბოდიში. ხო. მოგესალმებით ტელეკომპანია მაესტრო ნანუკა იორდანიშვილი. ბატონ პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ მწვავედ და ღია დაკრიტიკებთ მთავრობას, ასევე მის რამდენიმე წევრზე ისაუბრეთ ახლა საკმაოდ კრიტიკულად. გაგვხსენებთ თქვენ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეს მთავრობა იმაზე ადრე დაამთავრებს მოღვაწეობას, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ, ასევე თქვენ გუშინდელ განცხადებაში ახსენეთ, რომ 2013 წლის ბოლომდეც კი არ აქვს მათ შანსი. ხო არ მიანიშნებთ ეს განცხადებები იმაზე, რომ შესაძლოა თქვენ დაითხოვოთ მთავრობა? მე ამას ლაპარაკობდი მე როგორც ნაციონალ მოძრაობის ამ შემთხვევაში ნაციონალ მოძრაობის ფრაქციას ვესაუბრებოდი და საუბარი იყო 2013 წლის ჩვეულებრივ საპრეზიდენტო არჩევნების და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. რაც შეეხება კონსტიტუციით გამოყენებულ უფლებამოსილების გამოყენებას, მე ამაზე ნამდვილად არანაირი კონკრეტული გეგმები არ გამაჩნია და არანაირი კონკრეტული მინიშნება არ გამიკეთებია. ერთ-ერთი რასაც მე ვიძახი არის ის, რომ თუ ესე გაგრძელდა, თუ ქაოსში და ძალადობაში გადაიზარდეთ, ხო, ჩვენ ესე უკვე გავიარეთ 90-იან წლების დასაწყისში. ჩვენ გავიარეთ თავრობის მიერ მოწყობილი მიტინგები ოპოზიციის წინააღმდეგ. თან იმ თავრობას იდეა მაინც ქონდა დიდი საქართველოს დამოუკიდებლობის. ჩვენ გავიარეთ ესეთი უცნაური ministrების გამოხტომები მაშინ და ყველაფერი ამან ძალიან ცუდად შედეგი გამოიღო და როცა ვლაპარაკობ ინსტიტუტების დანგრევაზე, როცა შეტევა მიდის შეერაღებულ ძალებზე, როცა შეტევა მიდის და რა არის ტუალეტთან რომ დააკავებს თავდაცვის მინისტრი ამ ხელაკაცი შენ გენშტაბის უფროს იუსტიციის მინისტრთან და ქალბატონთან ერთად არ არის ეს შეერაღებულ ძალების შეტევა? აბა რა არის აბას? როდესაც მიდის შეტევა პოლიციაზე, იმიტომ როცა პოლიცია შააბარებ აბატაძეს თავარ ნარკოტრაფიკორს, ამაზე მეტი შეურაცხყოფა და შეტევა პოლიციაზე აღარაფერი აღარ არსებობს. და მართლა ეს იგივეა რომ გელს შეაბარო ცხრები. რა თქმა უნდა ეს არის შეტევა ისე, როცა ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეტევა, როცა მოსამართლის თანაშემწეს ეუბნებიან რომ შეგვაღწევია რაღაცნაირად მოსამართლის მოსასვენებელ ოთახში ჩვენი ორგანოების, სახელოვანი ორგანოების ორგანოების ესე წარუდგინეს თავისთავად. რა თქმა უნდა ეს არის შეტევა ინსტიტუცია. და ყველაზე ნაკლები შეტევა თუ პრეზიდენტი დაცვის გარეშე არჩევენ, თუ კიდევ ერთხელ მე პრეზიდენტი ერთი ვარ და ესენი ყველა ასობით ადამიანზეა საუბარი. რამდენიმე ასეულ ადამიანზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რა თქმა უნდა რაოდენობრივად თანამდებობის პირებზე აღძრული საქმეების რაოდენობით ეს ამან მოხსნა ყველა რეკორდი ყველა დროის არა მხოლოდ მე ვლაპარაკობ დამოუკიდებლობის შემდეგ მანამდე მე არ მახსოვს 30-იან წლების შემდეგ საბჭოთა კავშირში ამდენ თანამდებობის პირზე საქმე არ აღძრა. ასე რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძალიან საგანგაშო. მე არ მინდა რომ სცენარი წავიდეს რადიკალური სცენარით სიტუაცია საქართველოში. მე არ მინდა რომ ის ტენდენციები რომელიც არის ეკონომიკური ზრდის შედელების
ზოგადად ქაოსის და ძალადობის ფონის შექმნის და სხვა არაფერი ახლა თბილისის ცენტრში ყოველდღე ხდება, მარტვილის ცენტრში ყოველდღე ხდება. მარნეულში ყოველდღე ხდება უკვე. უამრავ სხვა ადგილზე ყოველდღე ხდება, ქობულეთში, გუშინ საკრებულოში ხდება, უამრავი ფაქტები მოვიყვეს, სახლებში მივარდნენ ამ ხალხის მიერ. საიდანაც აი აღმოცენებული ადამიანების მიერ. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამას გასცემს პასუხს. ქართველი ხალხი არ არის ის პატარა და თუნდაც დიდი ბრბოები, რომელიც არის ქართველი ხალხი არის ძალიან ღირსეული რაღაცის ერთობა. და ქართველი ხალხი მე ვფიქრობ თავის გადაწყვეტილებებს და დასკვნებს გამოიტანს. ეს ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემს სუბიექტურ გადაწყვეტილებებთან. ხო. მოგესალმებით, ნათია გოგსაძე, რუსთავიორი. ბატონ პრეზიდენტო, დღეს ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია გადადის მუშაობის სხვა რეჟიმზე. შეიძლება რომ გაგვიმარტოთ, რას აპირებთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ვრცელდება ხმები, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა ორად გაიყოს. არის თუ არა ეს ასე? და იქნებით თუ არა თქვენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები ამავე ვადის დასრულების შემდეგ? რა თქმა უნდა, მე ვჩები პოლიტიკაში. ჯერეთი ის ოცნება, რომ ნაციონალური მოძრაობა განადგურდება და რაღაც ეს დიდი ხანია მე მესმის და ეხლა პირდაპირ გაცხადა, ეს არის გაცხადებული მიზანი, თიც რო დააჭერ დილიც კომპიუტერზე, აი ეს უნდა გაქრეს ნაციონალური მოძრაობა. თითები აჭირონ და კიდე ხელები უბრახუნონ ამ შემთხვევაში კომპიუტერს ეს ვერ მოხდება. არც ნაციონალური მოძრაობა გაქრევა პოლიტიკური არენიდან და რა თქმა უნდა არც მე არ გავქრევ პოლიტიკური არენიდან. მე ვამაყობ იმით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვიყვანთ კიდევ. თქვენ ნახეთ პარლამენტი როგორი გადახალისებულია. თქვენ ნახეთ რამხელა ინტელექტუალური ენერგია მივიდა პარლამენტში ახალი. ნახეთ ადგილზე რამდენი საინტერესო ახალი ადამიანი წარმოქმნა. მე ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობა უნდა გაფართოვდეს და ახალ ხალხს შემოიყვანს. და რა თქმა უნდა მე არც არ მივიდივარ ქართული პოლიტიკიდან. ამის იმედიც არის აქვს და რა თქმა უნდა არც არ მივიდივარ საქართველოსთან. ამასაც ხო ამბობენ, რომ ზოგს უკვე გონია რომ ავსტრალიაში მივიდივარ, ზოგს ამერიკაში, ზოგს ევროპაში, ის რა ქვია ვილა მაქვს სადღაც, არ საბწუხაროდ თუ საბედნიეროდ წასასვლელი არ მაქვს. საქართველო არის ჩემი სამშობლო. მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ და აქ მოვკვდები, მაგრამ სანამ მოვკვდები, მოვაპირებ არც ხვალ იქნება სამყარო სახსასრული. არც ნაციონალური მოძრაობის, არც საქართველოსი ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი დაწყებული ბრძოლა და რეფორმები მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვეულებრივია, მაგრამ ეს როცა ვამბობ ამას, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური უფლებები და იმ რეჟიმზე გადასვლა. იმ გაგებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობაშიც სხვადასხვა ხალხი არსებობს. და მე ზოგიერთი მათგანის პოზიცია ბოლო დღეებში კარგად გამოიკვეთა, ჩემთვის იყო სრულიად მისაღები. შეიძლება ისინი უმცირესობაში არიან, შეიძლება მათ პოზიციებს ჩვენ პოზიციებს არ ემთხოვდეს, მაგრამ თავარია რომ რომელი პარტიაში არ უნდა ვიყოთ, რაღაც ისეთ საოცრებას გაკეთება არ დაუშვათ, რაც შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, ინსტიტუტებს საბოლოოდ ჩამოანგრევს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი თავარი ამოცანა იქნება და ამ ამოცანას ჩვენ მე ვფიქრობ ყველანაირ ვისაუბროთ შევასრულებთ. ბოლო კითხვა და გამარჯობა ბატონ პრეზიდენტო, ტელეკომპანია იმედი, ჟურნალისტი ვასილ დაბუნდაშვილი. ბატონ პრეზიდენტო, მე მინდა კითხოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. აბაშიძე, კარასინის შეხვედრა გაიმართა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ფორმატში გაგრძელდება ეს შეხვედრა და რა რესურსი აქვს ახალ მთავრობას იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოაწესრიგოს? მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ მოწესრიგებას რუსეთთან ურთიერთობებს, თუ ეს ეფუძნება პრინციპებს. პრინციპი თავარი არის საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. მე მქონდა ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში ბევრი იმედი და ილუზიაც ალბათ. სამწუხაროდ ისინი არ დამთავრდა როგორც დამთავრდა იმ ეტაპზე. და მიმაჩნია შემდეგი რამ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა იქნება თუ ჩვენ იზოლირებული აღმოჩნდებით დანარჩენი სამყაროსგან. რუსეთს ამოცანა, როგორც ვხედავთ, დღეს არის მხოლოდ ეს. რატო დაიბარეს აბაშიძე ჟენევაში? იმიტომ რომ კარასინთან იქ რომ ჟენევის ფორმატი დაესუსტებიათ, სადაც რუსების განცხადებით საქართველოს არ განიხილება თანასწორად სამხრეთოსა და აფხაზეთთან და ეს არ არის სამართლიანო და ჟენევის ფორმატის მოკლა უნდათ, რომელიც ჩვენ ერთ-ერთ თავად მიღწევთ მიმაჩნია. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევძლოთ ცივილიზებული სოფლიოს ხარდაჭერის შენარჩუნება. ეს არის დამოკიდებული ჩვენ შიდა პროცესებზე და არა იმაზე, როგორც ვინმეს წარმოუდგენია, რომ მე დავდივარ და სადღაც სულ რაღაცებს ლაპარაკობ. საქართველოს არ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ბავშვით მიყვარს ის რაც გავზარდეთ ბოლო ხანებში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. ჩვენ გვაქვს შანსი 2013 წელს შევიდეთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე და გამოცხადეს, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს კანდიდატი ევროკავშირის წევრობაზე. ნატოზე მართლა ქონდა შანსი ძალიან სერიოზული პროგრესის დეკემბერში, კიდე არ დაგვიკარგავს. ეს ყველაფერი ისე მინდა, როგორც მართლა წარმოუდგენელ არავის არაფერი შეიძლება უნდაოს ცხოვრებაში. ამიტომ გავიგოთ რა ჩვენ არ გვჭირდება
ის რამე სახის გართულება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასთან დაკავშირებით. რომ ამის მერე ეს თავრობები შეიცვლება, ეს თავრობა შეიცვლება. ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება რომ ამოინაწილოს. აი როგორც შევალნათ შემდეგ ამოქოქვას დაჭირდა 5, 6, 7, 8 წელი. აი ეხლა მოვახლოვდით სამშვიდობას, ხო? აი რაღაც რუბიკონს. ესევე ჩავარდებით ხომ? აი როგორ არის, ცით ზემოთ რო ამოდიხარ და ჩვენ შეცდომს უშვებთ, ხანდახან ამოდიოდ და ხანდახან ვარდებოდით, მაგრამ ისევ ამოდიოდით. თავარია რომ ამოდიოდეს ზემოთ და თავარია რომ ამ ზემოთ ამ ხრელიდან ამოწვა, სადაც საქართველოს იყო თუნდაც 10 წლის წინ. ამიტომ თავარია იცოდე მიმართულება, ვინც არაფერს არ აკეთებს, შეცდომის არ უშვებს. პრობლემა მე რაც მაგ დღევანდელ იცის თუ არა დღევანდელ მთავრობა სად მიყავს საქართველოს. ჩვენ ვიცოდით სად მიყავდა ჩვენი თავის შეცდომებით, გადაცდომებით, პრობლემებით. იგივე რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ რუსეთი პატივისცემას რუსეთისგან დავიმსახურებთ მას შემდეგ, როცა ჩვენ სხვაგანაც გვექნება წასასვლელი. როცა ჩვენ საქონელს სხვაგანაც ექნება გასახადო. ამიტომ გვიდა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ამიტომ გვიდა თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, რაც პირველი ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომელსაც დაპირდა. და ვინ არ უნდა ილაპარაკოს? კონკრეტული მიღწევები ქონდა. ეხა დღეს მაგალითად აჭარაში მანდარიხის ორჯერ ნაკლები და შარში. და შარში გაჭრილი ქონდა ეს ხაზი. ზუსტად იგივე პრობლემა გვექნება მომოწეს ხურცინს. თუ რაღაც არ გავაკეთეთ. უკვე ქონდა ხაზები და უკვე ქონდა და უკვე წელს გავყიდეთ ჩვენ უფრო მეტი ღვინო ვიდრე ემბარგო. და ღვინო ძალიან პატარა სეგმენტია ქართული ეკონომიკის. ჩვენ რეალურად შევძელით გასვლა ძალიან ბევრ ბაზარზე. ამიტომ აქედან გამომდინარე ნუ უნდა შანსი აქვს თუ არა ახალ ხელისუფლებას რუსეთთან. დღეს მე მოვისმინე ვლადიმერ პუტინის ცოტა დამცინარი ლაპარაკი და როცა მიდიხარ ესე რომ ძალიან მჭირდება ქართული რუსული ბაზარი, მან თქვა ის რასაც მეც ვარაუდობდი. მან თქვა ესე რომ მაგათ უფრო ჭირდები ჩვენ ვიდრე ჩვენ გვჭირდება ეგენი. ხო თქვა ეს. და როცა ესე მიდიხარ, აჰა მოვედი, გეახლე. დაგიჩოქე, შენი ვარ. რა თქმა უნდა, გეტყვი, გინდა რაღაცა, მოდი აბა რა გინდა, მოდი დამელაპარაკე, მოდი. ეს გინდა? მაშინ ეს მოიხსება ამ ფასად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ოკუპაციის კანონის გადახედვა, რომელიც მათ პირველი მოითხოვეს და მთელი და თავარია, რომ ამდენი წელი ვიბძვით, რომ სიტყვა ოკუპაცია დაუნკვირდა. ეს ჩემი ახირება ხო არა ხო? ეს არის ის, რომ სადაც არის ოკუპაცია, გაუცილებლად მოხდება დეოკუპაცია. როგორც კი ჩვენ თვითონ ვიტყვით ტერმინ ოკუპაციაზე, უარის. თლიანად ლომის ხალხში გვაქვს თავი შეყოფილი. დღესაც დარბის რუსეთში, ოკეანის ქვეყნებში სადღაც კბილებით დავიჭირე, რომ პრაქტიკულად არავინ არ აღიარა. პერუში და იმ ქვეყნებში, იმიტომ კი არ დავდიოდი, მათ ლას-პალმაში გავჩერებულიყო 20 წუთით. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაგვეცნო, ჩვენი პოზიცია დაგვეცვა, ისინი ფულს თავაზობდნენ, ჩვენ მეგობრობას თავაზობდნენ. ყველა ოკეანის ლიდერს, ვინც არ აღიარა, ვიცნო პირადად და დაუმეგობრდე თითქმის. ისეთი კუნძულებია, რომელიც არც გაგიგია თავად. მე ვიცნო ყველა მათი შიდა პოლიტიკის ყველა დეტალს უკვე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. იქად იმათ პრესაში ვიმუშავეთ. ყველაფერი ხო ჩვენ ცარიელი ხელებით ვმუშაობთ ამ ხელებით, იმიტომ რომ დელეგიტიმაცია საქართველოს არ შეიძლება და შენ თვითონ თუ ამობ რომ ოკუპაცია სიტყვა არ გინდა, მაშინ ფიჯის და სოლომონის კუნძულების საგარეო სამინისტროები როგორ უნდა დაიჭირო? შენ თვითონ თუ ამობ რომ არ გინდა შენი საერთაშორისო პოზიციების დაცვა, მაშინ ევროპამ რატო უნდა მოიკლას თავი და რატო უნდა ირბინოს როგორც აქამდე დარბოდნენ, ან თუნდაც ამერიკელებმა. ამიტომ ეს არის ძალიან ფაქიზი თამაში. თუ ამ თამაში შევყევით, ჩვენ აღმოჩნდებით სრულიად დაუცველები და ეს უნდა ავირიდოთ თავი და ჩვენ და თუ ეს გაგზავნა ეს ერთი ტერმინოლოგია და მეორე, თუ შიდა პოლიტიკაში ჩვენ დავემსგავსეთ ზოგიერთ რეგიონის ქვეყანას, სულ არავისად დაინტერესებს 2008-ში 5 პრეზიდენტი იდგა და პრემიერი აქ და მე-6 ჩამოვიდა სარკოზი და ბუშმა გამოაგზავნა ფლოტი, ხოთ ის გამო იყო სიმპათიური, საყვარელი, იმედის მომცემი ქვეყანა, რომლის ხარდაჭერა ხირდა. ჩვენ თუ დავიმსგავსებით ზოგიერთ არ მინდა დავასახელო რომელიმე ქვეყანა ვაწყენინო. გამოისენეს ტანკებად ცოტა შორს წავიდნენ ის ტერიტორიაში შეიძლება თქვა რომ მერე რა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენისთან ქვეყანას ასე რთულ ვითარებაში არ აქვს უფლება ერთ-ერთზე დარჩეს საშიშ კაცებელთან. ამ შემთხვევაში დამპყრობელთან და არ გულისხმობ ზოგადად კონკრეტულად მთავრობას გულისხმობ, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების მითვისება გადაწყვიტა. მათ ჩვენი ტერიტორიები არ აქნებათ მითვისებული, მანამ სანამ ჩვენ ამას არ დავთანხმდებით და ეს შეპარვა ხდება ნელ-ნელა. და თუ შენ გეუბნები შენ სიკეთით ზავი, გზა არა მაქვს. თუ სიტყვაზე ენერგეტიკაზე ეუბნები რომ მოდი შენგან ვიყიდი მარტო დენს, ტარიფი დამიკელე და მარტო რუსულ დენს ვიყიდე და მეც ვიყიდე. აღარ გიხსნი ვალდებულებებს. ჩვენ რუსულ კომპანიები ყავდა, მაგრამ ვალდებულებით დაწვირთული ყველაფერი. თუ შენ ტარიფს იმცერებ იმისათვის, რომ რუსეთის კაბალაში გაყო მეთავი, აბა ეს წელი წლები რა გუკეთებია თელეს. თელი ის იყო, რომ ენერგეტიკაში ყოფილიყო ინვესტიციები, ყოფილიყავით დამოუკიდებელი, ისეთივე შანტაჟის ქვეშ არ ვიყოთ, როგორც ევროპის 80%, ხო მივახციეთ ხო ამას.
საქართველოს ჩაჭრა ეს ხაზები, საქართველოს გადავიდა სხვა ბაზრებზე, საქართველოს მიაღწია სულ საერთაშორისო ლეგიტიმაციას თავის ტერიტორიული მთლიანობის. აი ამის დატრიალება უნდა მოხდეს. ეს ეხება ენერგეტიკის ხელშეკრულებას, ეს ეხება ასევე ბაზე ოკუპაციის ტერმინის გამოყენებასაც, ეს ეხება საერთაშორისო ფორმატებიდან გასვლასაც, ეს ეხება ჩვენ განსაკუთრებით ჩვენში და სიტუაციას, იმიტომ თუ ჩვენ გავაგზავნებთ ესე როგორც ვაგზავნებთ, მე რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ნორმალური ქვეყანა ვართ, ხარდაჭერის იმედი აღარ უნდა გქონდეს და ყველაზე უარესი რაც შეიძლება დაემართოს საქართველოს, ამიტომ ძალიან ბევრ უსაფრთხოების რისკთან არის ყველაფერი დაკავშირებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთთან მუდმივი დიალოგი საჭიროა, არა ჩვენი პარტნიორების ხარჯზე უღოთ. არა იმ პარტნიორების, რომელიც მთელი ეს წლები დაგვიდგენ გვერდზე. ბოლო კითხვა მას ძალიან მოკლედ გაცემ. მოგესალმებით, პრეზიდენტო. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვარაუდობთ, რომ საზოგადოებრივ მხარდაჭერას თქვენი პოლიტიკური ძალა ახლო მომავალში მოიპოვებს. თუმცა იმ სოციალური ვალდებულებების ფონზე, რომელიც ახალმა მთავრობამ აიღო, თუ კი ის მართლაც ახლო მომავალში შესულდა და მზარდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე, როგორ ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს სათანადო მხარდაჭერას საიმისოდ, რათა სრულფასოვნად აღიდგინოთ ის პოლიტიკური სტატუსი, რომელიც წლების განმავლობაში თქვენ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა. მინდა თქვა, რომ ამ ეტაპზე ჩემი აქ გამოსვლის მიზეზი არ ყოფილა პოლიტიკური კამპანიის წარმოება. მე მართლა ვარ შეწუხებული იმით, რომ თავარი ჩარჩო დემოკრატიის არის ახლა გრევის საფრთხის ქვეშ. არა მხოლოდ შენობები, არამედ თავარი რამე რაზეც დგას საქართველოს ინსტიტუტები, რაც გარანტიაა ნებისმიერი ხელისუფლების თანამდებობის შეკავების, როგორ სიტუაციაც უნდა იყოს, პრესის მიმართ, სასამართლოს მიმართ, ადგილობრივი მმართველობის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, პარლამენტის მიმართ, პარლამენტის უმცირესობის მიმართ. ამიტომ აქედან გამომდინარე, თუ ეს არ გადავარჩინეთ, მე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ ძალას რა კარგი. თუ ეს არ გადარჩა, მე სცენარები სულ სხვა არის. ეს სცენარები არ არის კარგი სცენარები ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ამის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და არა იმაზე, ვის როგორ რენომი აქვს, ვის როგორ რეიტინგი აქვს, ვის რომელი თანამდებობა შეიძლება იყოს 1, 2, 5 წელიწადში და აშენა. ეს არის დღეს ჩემი როგორც პრეზიდენტის და კონსტიტუციური გარანტიის ყველაზე დიდი შეშფოთების წყარო. ამიტომ აქედან უნდა გამოდიოდეთ ჩვენ და მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ეს მიუხედავად აქ სხვადასხვა ჟურნალისტები ხართ და სხვადასხვა პრესის წარმომადგენლები. აქ ყველას ინტერესია, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი ტელევიზია. როგორც ყველას ინტერესია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის, რომ არ იყო ძლიერი ოპოზიცია. ამან გაგვასუსტა ძალიან. სუსტი იყო ოპოზიცია პარლამენტში, იმიტომ რომ პარლამენტის წევრებმა არ შევიდნენ შიგნით და თავი აიფეთქეს. მაშინ ვინც იქ ვერ შევიდა, ახალი მემარჯვენეები, ლევან გაჩეჩილაძე, ლათილაშვილი, თავიც აიფეთქეს და ჩვენც აღვაფეთქეს. იმიტომ არ შეიძლება რომ ოპოზიცია არ იყოს ძლიერი. მაშინ ყველა კარგავს ფორმას. არ შეიძლება რომ მეორე ფლანგი არ არსებობდეს პოლიტიკური ცხოვრების, იმიტომ რომ მაშინ შენ კარგავ ფორმას. მედიაში ეგრეა, ყველა სფეროში ეგრეა, ყველგან საჭირო კონკურენცია ჯანსაღი. აქედან გამომდინარე ინსტიტუტები ყავს გადასარჩენი და ეს რა ქვია და უნდა შევწყვიტოთ ამ ინსტიტუტებზე თავდასხმა. ამისკენ მინდა მოუწოდო ყველას თითოეულ მინისტრს რიტორიკა უნდა შევარჩიოთ. იუსტიციის მინისტრი რო იძახის, რომ პატარა გრეჩიხას ენის მოჩლეთით. როგორც წაუყე იუსტიციის მინისტრი, პატარა გრეჩიხას, პაწაწინა გრეჩიხა. პაწაწინა გრეჩიხას როგორც წაუყენოთ, იმიტომ რომ არსებობს დიდი გრეჩიხა, პატარა გრეჩიხა, პაწაწინა გრეჩიხა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხალხო. არჩევს ეს რომელ ქვეყანაში ვართ და რომელ საუკუნეში ვართ.